მოგესალმებით. დღეს თქვენ ყურადღება გვინდა გავამახვილოთ დემოგრაფიულ კატასტროფაზე, რომელიც საქართველოში არის. უმწოვესი დემოგრაფიული კრიზისი 2025 წელს გამოიხატა იმით, რომ საქართველოში 6500 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ეს საგანგაშო მდგომარეობა არის ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი. ამ ყველაფრის უკან დგას ქართული ოცნება, რომელიც გატყუებთ, რომ თქვენთვის, თქვენი ოჯახების და მათი ფასეულობების დასაცავად იღწვის ყოველდღიურად, სინამდვილეში კი არაფერს არ აკეთებს საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და მათი უმრავლესობა დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ქართულს კერძოდ საქართველოში დადგენილია კანონმდებლობით, რომ მრავალშვილიანი ითვლება ოჯახი, რომელსაც 4 ან მეტი შვილი ყავს. 2026 წლის მონაცემებით, ბიუჯეტური მონაცემებით 4 და მეტი შვილიანი ოჯახისათვის განსაზღვრული არის შემდეგი ტიპის დახმარებები. ერთი ეს არის 30 ლარიანი დახმარება და ყოველ მეოთხეს შემდეგ მომდევნო შვიდზე 50 ლარს 10 ლარი ემატება, რომელთაც სახელმწიფო ახდენს ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებას. ამის მიღმა თბილისში მაქსიმალური არის, მაგრამ სხვა მუნიციპალიტეტებში ნაკლებია. თბილისის მაგალითი ავიღოთ, სხვა მუნიციპალიტეტები რო არ ვთქვათ, 18 წლამდე ასაკის შვილებისათვის 4 ან მეტ შვილიან ოჯახში თბილისის მუნიციპალიტეტში დახმარება არის 50 ლარი. ეს მაქსიმუმია საქართველოს მასშტაბით, სხვა მუნიციპალიტეტებში ეს დახმარება ამაზე ნაკლებია. ანუ 20 ლარი და 50 ლარი თვეში 80 ლარი არის ის, რაც ემეტება დღევანდელ ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ თქვენ მრავალშვილიანი ოჯახები გაზარდოთ და ეს ამათ თulis, რომ ირაკლი კობახიძე, რომ 80 ლარიანი სუბსიდიი და შეღავათი არის ის, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დემოგრაფიული კატასტროფის დროს. სამარცხვინო რიცხვებია და სამარცხვინო მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აბსოლუტური ბლეფი, ტყუილია ის, რომ ქართული ოცნება ზრუნავს ოჯახებზე და ოჯახების ფასეულობების დაცვაზე ამ ქვეყანაში. ჩვენი ძლიერი საქართველოს ინიციატივა არის, რომ ეს დახმარების ტიპები, რომლებიც ჩამოგითვალეთ, იქნას გაათმაგებული შემდეგი წლების მანძილზე. საქართველოს უნდა ამოვიდეს ამ დემოგრაფიული კრიზისიდან, ამისათვის საჭიროა, რომ აი ამ მინიმუმ ეს ტიპის სუბსიდიები, 30 ლარიანი დახმარება და 50 ლარიანი დახმარების ოდენობა გაათმაგდეს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ამასთანავე, ეს საკანონმდებლო ანომალია, რომელიც თulis, რომ მხოლოდ 4 და მეტი შვილის ოჯახები არის მრავალშვილიანად, უნდა შეიცვალოს მანამ სანამ საქართველოში არის ნეგატიური დემოგრაფიული მაჩვენებლები და დაყვანილი იქნა 3 შვილიან ოჯახებამდე. მესამე შვილი უნდა ითვლებოდეს უკვე მრავალშვილიანად და ექვემდებარებოდეს სუბსიდირებისა და დახმარების იმ სისტემას, რომელიც შემდეგ წლებში უნდა გაათმაგდეს. ეს არის ძლიერი საქართველოს ინიციატივა იმის საპირისპიროდ, რასაც მიზერულად დღეს აკეთებს ქართული ოცნება. მარტივად გეტყვით, თბილისის მუნიციპალიტეტში, სადაც ეს დახმარება ყველაზე მეტი არის, მხოლოდ 12 მილიონი ლარი არის გამოყოფილი იმისათვის, რომ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარონ. ამაზე 3-ჯერ მეტი არის იგივე საბიუჯეტო წელს გამოყოფილი იმისათვის, რომ ახალი ავტომობილები შეიძინონ ჩინოვნიკებმა. 3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს თანხა არის. ამ თანხის ზრდა, რა თქმა უნდა, წელსვე არის შესაძლებელი, უამრავი ხარჯის შეკვეცით, რომელიც არ არის საჭირო, მაგალითად აჭარის კულტურის სამინისტროს გაუქმებით ან სხვა ასეთი არაფრის მომცემი ორგანიზაციების გაუქმებით, წელსვე არის შესაძლებელი, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ქართული ოცნება ამ ფარს არ გააჩერებს და ყურსაც არ შეიბერტყავს, ამიტომ ძლიერი საქართველოსთვის ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რომ მრავალშვილიანი ოჯახების ინდექსი დაყვანილი იქნას 4-დან 3 შვილზე და ყველა სუბსიდია და დახმარება იქნას გაათმაგებული. საქართველოს სჭირდება ამ დემოგრაფიული კრიზისიდან გამოსვლა და ამას პოლიტიკური არარაობების სიტყვები არ უშველის. ამას უნდა კონკრეტული ქმედება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ძლიერი საქართველო იქნება ის ძალა, რომელიც ამას გააკეთებს.